ბათუმის მერიაში მაღალი თანამდებობის პირები შეპსების მართვაში დღემდე მონაწილეობენ, რითაც ირღვევა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-13 მუხლი. აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის თანახმად ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანუელიძე დღემდე შეპს ელიტ ფლორას დირექტორობასაც ითავსებს, რაც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. მანუელიძის მსგავსად ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად აქვს შევსებული მერის მოადგილე ზურაბ ბერიძესაც. ბერიძე ამ დრომდე ბათუმის ბიზნეს ჯგუფის 25%-იანი წილის მფლობელია. ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად აქვს შევსებული ალექსანდრე მითაიშვილსაც, რომელსაც მითითებული არ აქვს, რომ მისი მამა კიდევ ერთი შეპსის დირექტორია. დარღვევები ფიქსირდება ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებითაც. ვიცე-მერი აღიარებს, რომ აღნიშნული კომპანიის არსებობა მას აღარ ახსოვდა ბაგრატ მანუელიძის განმარტებით შეპს ელიტ ფლორის დაარსების დღიდან სამეწარმეო საქმიანობა არ გაუწევია. რაც შეეხება დეკლარაციაში შეპსს ალთეის არარსებობას, მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი ამბობს, რომ კომპანიას საქმიანობა 2 წელია შეჩერებული აქვს. ბათუმის მერიაში დღემდე რამდენიმე თანამდებობის პირი იკავებს გარკვეულ პოზიციას ამა თუ იმ საწარმოში შეპსში, რაც არის კანონის დარღვევა, იმიტომ რომ კანონის თანახმად თანამდებობის პირს არ შეუძლია სამეწარმეო მმართველ რგოლში ეკავოს პოზიცია. ჩვენი რეკომენდაცია იქნება და მოთხოვნაც, რომ ამ პირებმა დათმონ საკუთარი პოზიციები და შეასრულონ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ამ შემთხვევაში დაიკავონ თანამდებობის პირის პოზიცია და მიიღონ შემოსავალი მხოლოდ აქედან. ასევე გამოიკვეთა ის, რომ ზოგ შემთხვევაში თანამდებობის პირებს არ აქვს მითითებული თუ რა საწარმოებში რა წილებს ფლობენ, რაც ასევე კანონდარღვევა არის. ეს ფირმა მართლაც შეუქმენი, ერთი დღე უნდა მაგის შექმნას და ამ ფირმის სახელით ეკონომიკის სამინისტროს მე მივმართე, რომ ჩემთვის გამოიყოთ მიწის ნაკვეთი, რომ მე დავუხა და დამეწყო ეს სამეურნეო საქმიანობა. ეკონომიკის სამინისტრო მაშინდელმა არც მიპასუხა ამაზე და განხილვათ არ ყოფილა ამ თემ, არ განუხილიათ საერთოდ რა. და იმის შემდეგ უკვე ფუნქცია თავისთავად მიზანის დაკარგა ამ ფირმამ. და სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც მახსოვდა, რომ ეს ფირმა მქონდა შექმნილი რა და სამწუხაროდ ესეთი ისა გაიპარა ლაფსუსი. მინისტრებზე შემეძლია ესეთი განცხადება გავაკეთო რა. ეს კომპანია უკვე რამდენიმე წელია თუ არ ვცდები, როგორც მახსოვს, მე 2 წელიწადია შეჩერებულია და არ ფუნქციონირებს. მითითება როგორც მახსოვს, ახლა ისა მე როგორც მახსოვს, მითითებულიც მაქვს დეკლარაციაში.